დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა. პარტიის ყრილობაზე მან დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო. 8 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებში ამერიკელი მილიარდერი ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს დაუპირისპირდება, რომელიც დემოკრატიულ პარტიას ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია. რესპუბლიკური პარტიის ყრილობა საპროტესტო აქციის ფონზე დონალდ ტრამპის დაპირება და მეტოქის პასუხი ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟში. დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა. ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე გამართული კენჭისყრის შედეგად ამერიკელმა მილიარდერმა დელეგატების ხმების უმრავლესობა მოიპოვა. ყრილობის მონაწილეებს ტრამპი ნიუ-იორკიდან ჩაერთო. Good evening. Are you having fun? I'm so proud. ვამაყობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად ვარ ნომინირებული. მოუთმენლად ველი, როდის გაგიზიარებთ ხუთშაბათს ჩემს მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევქმნათ უფრო ნათელი და იმედიანი მომავალი ამერიკელებისთვის. ეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ამერიკელებს პირველ ადგილზე დააყენებს. ჩვენ დავიბრუნებთ სამუშაო ადგილებს, ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ჯარს, ვიზრუნებთ ვეტერანებზე. გვექნება ძლიერი საზღვრები, მოვიშორებთ ისლამურ სახელმწიფოს, აღვადგენთ წესრიგს და კანონს. ამავე ყრილობაზე რესპუბლიკელებმა ოფიციალურად დაამტკიცეს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. ის ინდიანას შტატის გუბერნატორი მაიკლ პენსი გახდა. ღონისძიებაზე დონალდ ტრამპის ქებასთან ერთად ჭარბად ისმოდა მისი დემოკრატი მეტოქის, ჰილარი კლინტონის კრიტიკა. მან მოიტყუა ელექტრონული პოსტის შესახებ, სერვერის შესახებ, მოიტყუა ბენგაზის შესახებ, ასევე სნაიპერის შესახებ. ისრუობს იმაზეც კი თუ რატომ დაარქვეს მას მშობლებმა ჰილარი. ამდენად ჩემი კითხვა მარტივია, როდესაც ამდენი ადამიანი მისი მთავრობის მიერ მოტყუებულად გრძნობს თავს, რატომ წარადგინეს დემოკრატებმა ასეთი კანდიდატი. მალე პრეზიდენტი კონგრესს სიტყვით მიმართავს. მე არ ვიცი სად იქნება ამ დროს ჯო ბაიდენი და ბარაკ ობამა, თუმცა თქვენ აუცილებლად ვნახავთ მეიქ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გვერდით. ჰილარი კლინტონის არჩევა ნიშნავს სტატუს-კვოს შენარჩუნებას. ჩვენ კი გვჭირდება ლიდერი, რომელიც მომავალს შეცვლის. დემოკრატები ამას ვერ გააკეთებენ, რადგან ისინი წარსულში ჩარჩნენ. რესპუბლიკური პარტიის 4-დღიანი ყრილობა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. ნოემბერში მსურს ვიხილო, რომ თეთრ სახლში მესამე კანდიდატი შევა. მე არ ვარ ჰილარი კლინტონის ან დონალდ ტრამპის მხარდამჭერი, თუმცა აქ შეკრებილი ხალხის უპირველესი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არ აირჩევენ. ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ გამოთქმული კრიტიკა უპასუხოდ არ დაუტოვებია. როგორც მოსალოდნელია, კლინტონს დემოკრატიული პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად ივლისის ბოლოს დაასახელებს. ის ბევრს საუბრობს ამერიკაზე, მაგრამ მისი პროდუქცია ნაწარმოებია ბევრ ქვეყანაში, რომელთაგან არც ერთს ჰქვია ამერიკა. ტრამპის თალსტუხები ჩამოდის ჩინეთიდან და არა ჩრდილოეთ კაროლინიდან. მისი კოსტუმები იკერება მექსიკაში და არა ოჰაიოში. მისი ავეჯი მზადდება თურქეთში, ნახატების ჩარჩოები ინდოეთში. ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შემიძლია. თუ დონალდ ტრამპს სურს, რომ ამერიკა დიდად აქციოს, მან წარმოება კვლავ ამერიკაში უნდა დაიწყოს. საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვების გამო შეშფოთებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მუსლიმთა ნაწილი. ამერიკელ მუსლიმთა მოძრაობამ წინა საარჩევნო კამპანია წამოიწყო, რომლის დროსაც ყველა მუსლიმ მოქალაქეს არჩევნებზე რეგისტრაციისა და მონაწილეობისაკენ მოუწოდებს.